de-Ivanishvilization or de-Ivanishvilization of Georgia. What does it mean, de-oligarchization? It means de-Ivanishvilization or de-Ivanishvilization of Georgia. გამარჯობა მეგობრებო, ფორმულას ეთერში თქვენ უყურებთ 217 ეპიზოდს გადაცემისა კვირაში ერთხელ მიშამ შულდაძესთან. ორი კვირა ეთერში არ ყოფილვართ და გაცილებით უარესი ქვეყანა ვართ, ვიდრე ორი კვირის ვიყავით. კოცები ადრე 2 წელში რამდენი ნაბიჯის უკან გადადგმასაც ახერხებდნენ, აი მაგდენ უბედურებას ახლა 2 კვირაში ასწრებენ. გასულ 2 კვირაში დაგვემატა ათეულობით პოლიტპატიმარი. მივიღეთ რამდენიმე ჩრდილოეთ კორეული კანონი. დაანონსდა განათლების სისტემის განადგურება და შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააჯარიმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. ეს ყველაფერი მოესწრო 2 კვირაში. ჩამოთვლილთაგან ახალია უპრეცედენტოა სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის დაჯარიმება. სახელმწიფოს მეთაურებს და საგარეო საქმეთა მინისტრებს იმუნიტეტი იცავს. კაცი რომ მოეკლა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ვერაფერს უზამ და ამათ რუსთაველზე მისვლისთვის დააჯარიმეს. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ველტონენი ამავდროულად არის ეუთოს თავმჯდომარე და ამ ყველაფერმა გადაარჩინა ელინა დაკავებისას ნარკოტიკის ჩადებას. რა მოიგო ქართულმა ოცნებამ ველტონენის დაჯარიმებით? რთული სათქმელია. არ მახსენდება რუსეთს ან ბელარუსს მსგავსი რამ გაეკეთებინოს. ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი ამჟამად მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსია, იმიტომ რომ ის ერთ-ერთი ის იშვიათი ადამიანია, რომელსაც დონალდ ტრამპი უსმენს და მის აზრს ითვალისწინებს. თუ დააკვირდებით, ევროკავშირის ლიდერები და ზელენსკი როცა ტრამპთან ჩადიან, მათ გვერდით აუცილებლად არის სტუბი. მისი დიდი დამსახურებაა, რომ ტრამპმა უკრაინასთან დაკავშირებით სიგიჟეების საუბარი შეწყვიტა და პროუკრაინულ ნარატივზე გადავიდა. ასეთი გავლენიანი პოლიტიკოსის გუნდის წევრის, მისი საგარეო საქმეთა მინისტრის დაჯარიმება და შეურაცხყოფა საერთოდ არ არის ჭკვიანური საქციელი. რუსები ყოველთვის არასწორად აფასებდნენ ფინეთის შესაძლებლობებს. განსაკუთრებით ქართველი რუსები. სტალინს რო თვალში ეპატარავებოდა ფინეთი, ეგ კიდე გასაგებია, საბჭოთა კავშირი 58-ჯერ დიდი იყო ფინეთზე და ოკეი, სტალინმა არ შეხედა სერიოზულად და წაინტრია ცხვირი. აი ბიძინა რის საფუძველზე ებლატავება ფინეთს? დიდებული ფინელი რეჟისორის აკი კაურისმაკის ფილმში კაცი წარსულის გარეშე არის ასეთი სცენა. ფინელი კაცი ბანკს აყაჩაღებს, რათა თავის თანამშრომლებს ხელფასი გადაუხადოს. ადამიანებმა იმუშავეს, საქმე გააკეთეს და ხელფასი არ გადაუხადოო, ვალი მქონდესო? ჯერა ფინელები აუცილებლად გადაიხდიან ამ 5000 ლარს. ფინელებს არ უყვართ ვალი რო აქვთ. ეუთოს თავმჯდომარის და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დაჯარიმებამ გვიბიძგა რუბრიკისკენ ჩვენი მოგონილი ქოცების საერთაშორისო სკანდალები. გვაინტერესებს, შეგვიძლია თუ არა ჩვენ მოვიფიქროთ რამე ისეთი, რასაც ქოცებიც კი ვერ იკადრებენ. ცადოთ, შეგახსენებთ, ნებისმიერი დამთხევა იქნება შემთხვევითი. ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე გაპასტეს. თბილისის მერია ამერიკის საელჩოს ირგვლივ ნაგავს საყრელს მოაწყობს. შალვა პაპუაშვილმა რუმინეთის ელჩს ციგანი მაიმუნი უწოდა. რამზან კადიროვის შვილს საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭა. სოზა სუბარმა ესპანეთის პრინცესას კალთაში ჩაურწყია. არ უნდა მართლა არ უნდა.
აურია რა. ისრაელის ელჩს ქუდი გარაჟის თავზე აუგდეს. გერმანიის ელჩთან შეხვედრაზე ყაველაშვილი ჰიტლერის ულვაშით მივიდა. ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის ელჩებს ირაკლის არქუამ შეუთვალა გადააჯვით ერთმანეთს. სუსმა ტყეში დამარხული იარაღი და ფრანგული ავიამზიდი აღმოაჩინა. საქართველოს პარლამენტის წევრმა ამერიკელ კონგრესმენ ქალს ჩათლახი უწოდა. ეს მართლა მოხდა? მაშინ ეს იყოს დღეისათვის ბოლო ჩვენი მოგონილი ქოცების საერთაშორისო სკანდალი. შეგახსენეთ, რომ ნებისმიერი დამთხოვა იქნება შემთხვევით. ქოცებმა გასულ კვირაში მხოლოდ ფინელები არ გააბრაზეს. ისლამური სამყაროც გააოცეს. ძალიან რთულია ერთ კვირაში ადამიანმა ფინეთიც გააბრაზოს და ირანიც. თუმცა ქოცისთვის შეუძლებელი არაფერი. პირველ არხზე სტუმრობისას ირაკლი კობახიძე ევროპას აშავებდა. პრორუსული პროპაგანდის ფარგლებში კობახიძემ განაცხადა: ხედავთ მიგრაციამ რა დამართა ევროპას, მათ შორის ევროკავშირს. ბერლინში ყველაზე ხშირად დარქმეული სახელი შარშან იყო მუჰამედი. ძალიან საშიში განცხადება, ამორალური, ანტისახელმწიფოებრივი. საქართველოში მუსლიმი მოსახლეობის წილი არის 9-10%, რუსეთში 13-15%, ევროკავშირში 6-7%. ეს უბრალოდ მშრალი ფაქტები. საქართველოში მცხოვრები მუსლიმები არიან ქართველები, საქართველოში მცხოვრები კათოლიკეები არიან ქართველები. რელიგია არაფერ შუაში ეროვნებასთან. პატრიოტიზმთან და ამ ქვეყანაში მცხოვრები სხვადასხვა რელიგიის მიმდევრები ერთად ავაშენებთ სეკულარულ ძლიერ საქართველოს და ყველანი ერთად ვიდგებით ამ ქვეყნის სამსახურში. ისევე როგორც სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებმა ააშენეს ძლიერი, მდიდარი დემოკრატიული ევროკავშირი. აი რუსები ვერაფერს ვერ ააშენეთ, ვერც აქა, ვერც რუსეთში, იმიტომ რომ თქვენ ხართ ბოროტები. რელიგიურ თემებზე ბინძური манипуляციის გარდა ქოცებს ჩვეულებრივი, ტრადიციული შეტევაც ჰქონდათ ევროპაზე. ეს რელიგიური თემა ახალი კომპონენტი დაამატეს, თორე ძველებიც ჰქონდათ. შალვა პაპუაშვილი თბილისის ქუჩის ომების უკან ბრიუსელი დგას. აქ ცოტა აცდენა მოხდა რუსკოცულ პროპაგანდისტულ ნარატივთან, იმიტომ რომ პარალელურად ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საქართველოში არავითარი საპროტესტო მუხტი არ არსებობს. ანუ, ბიჭო, ჩამოყალიბდით. თბილისში ქუჩის ომებია თუ არანაირი საპროტესტო მუხტი. არის მესამე ვარიანტიც. ქუჩაში ომია, მაგრამ უმუხტო. ანუ, მოწყენილი უმუხტო ადამიანები ოცნების პარლამენტმა პარტიების ამგზავრებელ საკანონმდებლო პაკეტს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი და დაამტკიცა. პროტესტის შემზღუდავი კანონპროექტი, რა პრობლემა? ჰოპ, მიღებულია. მესმის რომ ამ კანონპროექტმა ჯერ პრეზიდენტამდე უნდა მიაღწიოს, იმან განიხილოს მრჩეველებთან ერთად და მერე მოაწეროს ხელი, შეიძლება ვეტოც კი დაადოს. მერე პარლამენტმა ვეტო უნდა დაძლიოს და მოკლედ დროში გაიწელება ეს ამბავი. მართლა კი არა, ყაველამ ჰოპ, იმ დღესვე მოაწერა. იმ დღესვე მოაწერა ხელი რა, რაღაცას დაწერს. ეგ არის კანონპროექტი, იქცა კანონად. ქართული ოცნების მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებებით საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიის აკრძალვის დამატებითი საფუძველი ენიჭება. კერძოდ, სასამართლოს შეიძლება აკრძალოს პარტია, რომელიც უკვე აკრძალული პარტიის იდენტურია. ანუ ამ კანონპროექტით ნებისმიერი პოლიტიკური ფიგურა შეიძლება ვიღაცას მიამსგავსონ და აკრძალონ რაღაცით გავხარ ნაცებს. გეტყვია, რით ვერ აგიხსნი ახლა, მაგრამ აი თითქოს რაღაცით გავხარ. აი ეს არგუმენტიც კი შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს ასაკრძალად. ქოცების ამ საკანონმდებლო ინიციატივას მოყვა კრიტიკული განცხადებები. ერთ-ერთ წაიკითხავთ. დამნაშავეთა დასჯის საბაბით
ბატონი კობახიძე იღებს კანონს, რომელიც მას ნებისმიერი თქვენგანის პოლიტიკიდან ჩამოშორებისა და დასჯის საშუალებას მისცემს. დავიჯერო ამას ვერ ხვდებით? ასე როგორ მოაჯადოვეს ზოგიერთის გონება, ისედაც მოკლეს პოლიტიკური პროცესი და ზოგადად რეალური პოლიტიკა. ყველაფერი აფერისტობად და ფარსად გადააქციეს. ასეთი ქვეყანა მოგწონთ? ეს იყო თქვენი ოცნება? აბა ვისი განცხადება? თუ არ შეგხვედრიათ, გამოცდობით ვერასდროს გამოიცნოთ. ირმა ინაშვილის განცხადება. ბოლოს უნდა თქვა, აბა ყველანი რუსთავზე, მაგრამ აღარ უთქვამს. ქოცებმა მოახერხეს და ისეთ ქვეყანას აშენებენ, რომ ქართველ რუსეთუმეებსაც აღარ მოსწონთ. ირმა ინაშვილი ხო აღშფოთებულია და ნიკოლოზ მჟავანაძე საერთოდ ქვეყნიდან მიდის. ამ დღეებში ვტოვებ ამ ქვეყანას და მივდივარ საქართველოდან. არ მინდა თქვენ გქონდეთ ეს ბურთი და იყოს ეს ქვეყანა ბოდიში და პიდარასტების. კაცებს უმიზეზო პასუხისგებაში აგდებთ. ბიჭო, ყველაზე უფრო იცი რა მიტყდება? განაგრძობს ნიკოლოზ მჟავანაძე. ჩემი კურსელები იყვნენ ესენი. კობახიძე, ჩემი კურსელია. მდინარაძე, ჩემი კურსელია. ბოჭორიშვილი, ჩემი კურსელია. მათიკაშვილი და ყველას პატივს ვცემ. ერთხელ არასდროს ცუდი არ მithქვამს, იმიტომ რომ რაღაცა ადამიანური, მაგრამ მე რომ ბრძოლობდი სააკაშვილის წინააღმდეგ, ეს ხალხი მაშინ ხმას არ იღებდა და ჩუმად იყო. რა გინდათ ვერ გავიგე, რა არის ვერ გავიგე. სიამოვნებას იღებთ კანდელაკი რო ციხეში ყავთ? განაცხადა მჟავანაძემ. ერთ-ერთი შეკითხვა მაქვს ნიკოლოსთან. რომელ ქვეყანაში მიდიხართ? ძალიან შეზღუდული აქ ამას. მე მინდა ჩემ კურსელებს მივეფერო. კაი ხალხს და ოქრო ხალხს. რავი, ნარმანია იყო ჩვენი კურსის მაქსიმუმი ახლა, რა შეგარება. და იმედია რომ თქვენი ლექტორებიდან აღარავინ ასწავლის დღეს. წარმოიდგინე, ლექტორი რო ხარ და კობახიძე, მჟავანაძე, მათიკაშვილი, ბოჭორიშვილი, მდინარაძე რო გაზარდე. რუსთაველზე ყოფნას რაც შეეხება, აქაც დასხეს რეპრესიები ქოცებმა. ახალი კანონით შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილე, რომელიც სახეს ნიღბით ფარავს, ფლობს ცრემლსადენ ან მომწავლენ ნივთიერებას, გზას კეტავს ან დროებით კონსტრუქციას ამონტაჟებს, პირველივე შემთხვევაში დაექვემდებარება ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. მე ეჭვი მაქვს, რომ ეს კანონი იმიტომ მიიღეს, რომ 5,000 ლარიანმა ჯარიმებმა არ იმუშავა. ეჭვი მაქვს რა, თვითონ ვეთქვეს. კობახიძე, ჯარიმები ბოლომდე ეფექტური არ იყო. თუ რატომ არ იყო ეფექტიანი, თენგიზ შარმანაშვილმა განგვიმარტა. ჯარიმებმა იმიტომ არ იმუშავა, რომ deep state-ი აგროვებდა ფულს და აქციის მონაწილეებს ეუბნებოდა, წადი, მე გადავიხდიო. Facebook-ზე პოსტები იწერებოდა ჯარიმის ფულის ასაგროვებლად. დავფაცურდებოდით, სულ კაპიკ გროვდებოდა ეს ფული და ესე იხდიდა ხალხი ჯარიმებს და თენგიზი კი ფიქრობს, რომ deep state-ი იხდიდა. თან ტექსტსაც მოაყოლებდა, წადი, მე გადავიხდიო. ტრამპი როგორ ვერ ამარცხებს deep state-ს, მე არ ვიცი. როგორ ვერ უნდა დაამარცხო ორგანიზაცია, ვინც ასე ლაპარაკობს. წადი, მე გადავიხდი. დაემატა ახალი მუხლიც, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აწესებს იმ პირებისთვის, ვინც მესამედ მიაყენებს შეურაცხყოფას სამართალდამცველს, ან არ დაემორჩილება მის კანონიერ მოთხოვნას. ეს მაგარი მოიფიქრეს. კანონი ასევე გავრცელდება არასრულწლოვანებზე. ანუ შეკრება მანიფესტაციასთან დაკავშირებული წესების დარღვევა არასრულწლოვანებისთვის ითვალისწინებს ჯარიმას, ერთ წლამდე გამოსასწორებელ სამუშაოებს ან თავისუფლების აღკვეთას 1 წლამდე ვადით. რაღა გააჩერებს არასრულწლოვანებს რუსთაველზე. ერთწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. ჯობია ქურდობას და ხულიგნობას მიაწვნენ. აქ პოლიცია უძლურია. რა ქნან, არასრულწლოვანია და ვერაფერს შრებიან. შეგახსენებთ არასრულწლოვანთა კანონზე ჯერ კიდევ შარშან რას ამბობდა მაშინდელი ქოცების გმირი და ამჟამად მოღალატე ვახტანგ გომელაური. კითხვაზე რა ხდება, როცა ბავშვი სისხლის სამართლის დანაშაულს ჩაიდენს, გომელაურმა უპასუხა. მაგალითად, ერთ ბავშვს 32 ყაჩაღობა აქვს შადენილი.
ასეთი რაღაც ისტორიაში არ არსებობს. ასეთი რაღაც არც საქართველოში, არც უცხოეთში არ იქნება, არც რუსეთში. უკვე ყველა იცნობს, მთელი პოლიცია, მათ შორის მეც ვიცნობ ამ ბავშვს. მოვიყვანთ, მოვა დედა, დაწერს განცხადებას ბოდიში და უშვებთ ამ ბავშვს. ვერაფერს უზამთ. აი ეს ბავშვი რუსთაველზე თუ გავა 32 ყაჩაღობის მერე, ჰოპ, ერთ წლიანი ციხე ემუქრება. აი ახლა ამ ბავშვს ხო შეუძლია რომ გითხრათ, მოგითხრათ სამართალიო და მართალიც იქნება. რაც შეეხება ბავშვების მომავალს. არალეგიტიმურ კობახიძეს ჩვენი შვილების მომავლის დანგრევის გაცილებით საინტერესო გეგმებიც აქვს. მისი თქმით, იგეგმება 12 წლიანი სასკოლო პერიოდის 11 წლამდე შემცირება. ადრე მართლაც 11 წლიანი იყო სასკოლო პროგრამა. რატომ გადავედით 12 წელზე? 2005 წელს საქართველოს შეუერთდა ბოლონიის პროცესს, რაც გულისხმობდა საქართველოს გაწევრიანებას უმაღლესი განათლების ერთიან ევროპულ სივრცეში. მარტივად რომ გითხრათ, როგორც წესი, 11 წლიანი ატესტატი ევროპის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების საშუალებას არ იძლეოდა. ამიტომ 2008-9 სასწავლო წელს გადავედით 12 კლასიან სისტემაზე. 12 კლასის დიპლომით შეიძლებოდა სწავლა გაგრძელებინა ევროპის უნივერსიტეტებში. მაგალითად, მიხეილ ყაველაშვილს 11 კლასის ატესტატი ჰქონდა. ამიტომ ვერ გააგრძელა მან ევროპის უნივერსიტეტში სწავლა. კობახიძის არგუმენტით, სწავლის დასრულება 11 წელიწადში საკმარისია და მიზანია ახალგაზრდების შენარჩუნება საქართველოში და მიგრაციის შემცირება. ანუ გაიაზრეთ, თუ ატესტატი გექნება 11 წლიანი, ვეღარ წავლენ ევროპაში და ვეღარ დარჩებიანო. მე ერთი კითხვა გამიშთა მხოლოდ. რატომ უნდა წახვიდე და დარჩე ევროპაში? რა შეიძლება აქ არ მოგწონდეს? პარალელურად კობახიძემ დაანონსა თავისუფალ უნივერსიტეტებზე შეტევაც. გპ-მ უკვე შეიტანა სარჩელი საქართველოს უნივერსიტეტის წინააღმდეგ. ახლა გპ-ის სტუქვია, მაგრამ სამწუხაროდ შიგნით ისევ გპ-ია. ხო და გპ მოუგებს ახლა სასამართლოს საქართველოს უნივერსიტეტს და კოცები საქართველოს უნივერსიტეტს ან განადგურებენ, ან გადაიბარებენ, ან ქოც სასწავლებლად აქცევენ. რიგში არიან თავისუფალი უნივერსიტეტი, ილიაონი, ნებისმიერი სასწავლებელი, რომელიც ახალგაზრდებს კრიტიკულ აზროვნებას ასწავლის. წესიერი უნივერსიტეტების, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიების განადგურებით დასრულდება დიქტატურის ფორმირება საქართველოში. შეგახსენებთ, რომ საბჭოთა კავშირში არც დამოუკიდებელი მედია იყო, არც დამოუკიდებელი უნივერსიტეტები, არც არასამთავრობო ორგანიზაციები, მაგრამ ბოლოს მაინც პატრონი. გადაცემაზე მუშაობა თითქმის დასრულებული ჰქონდა, როცა ახალი ამბავი წამოგვეწია. ახლა რაც ვიცით, იმას მოგიყვებით და იქით კვირებში ვნახოთ, როგორ გავშლით ჩვენ და სუსი ამ თემაზე. ჩატარდა ივანიშვილის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, სუსის ყოფილი ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის და ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის, ამჟამად უკვე რომანოვის სახლების და პირადი ჩხრეკა. ღონისძიება 22 ლოკაციაზე ჩატარდა. ანუ რამდენი ქონება აქვს თქვით ხო? მე რო გამჩხრიყო, მაქსიმუმ 2 ლოკაციაზე ჩატარდეს და 22 სახლში შევიდნენ. ნუ რამდენში არ შევიდნენ, ეგ ცალკე საკითხია. 50 სახლში ხო არ გექნება ნივთები, 22-ში ჰქონდათ რაღაცები ესე. ამოღებულია სხვადასხვა ელექტრული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით მაყუთი. იცით რა განსხვავებაა ფულსა და მაყუთს შორის? ნორმალური ადამიანების საკუთრებაში არსებულ თანხას ეწოდება ფული. ქოცებს კი აქვთ მაყუთი. მოკლედ, ბლომად მაყუთი ამოიღეს. მაყუთი ზუსტად რამდენია არ ვიცით, მაგრამ იაფიანს რო ვერაფერს იპოვიდნენ ამ ჩხრეკისას, ეგ ნახდად ვიცით. ვინც ჩხრეკდა უშუალოდ იმათი რეაქციებია საინტერესო. ვა, ნახეთ თუ რამდენი ფულია. ეგ რა არის, აქეთ საათები ნახე ესე. ნეტა რა ეღირება ესა. ამ ეტაპზე მეტი არაფერი ვიცით. ყოჩაღ სუსი და ყოჩაღ პროკურატურა, მიდით, ეგრე გააგრძელეთ. წარმატებებს გისურვებთ ამ ეროვნულ საქმეში. დაიჭირეთ ვინც დასაჭერია და მერე ქოციანობა რო დამთავრდება და ხელისუფლება შეიცვლება, პირდაპირ რეფორმებს დავწყებთ. ანუ ქოცებზე დროს აღარ დავკარგავთ. უცხოეთის ამბებზე გადავიდეთ.
სოფლიოში მიმდინარე ომი სიკეთესა და ბოროტებას შორის შეიძლება ითქვას ძალიან დამაიმედებლად ვითარდება. დონალდ ტრამპი უკვე გაქანებული ნაცივით ლაპარაკობს. არა და გახსოვთ ხო რა კოცური განცხადებები ჰქონდა. ჩვენ ადრე ერთ-ერთ განცხადებაში გითხარით რომ პუტინის დიდი იმედი ჰქონდა. იდიოტი მტერი ბევრ მეგობარ ჯობს და პუტინი ყველაფერს აკეთებს რომ რუსეთი გაანადგუროს. ტრამპმა პუტინს შესთავაზა მაქსიმუმი, საუკეთესო შეთანხმება. ანუ მაქსიმუმი, რაზეც შეიძლება სიკეთემ ბოროტებას თვალი დაუხუჭოს. მაგრამ პუტინმა მოითხოვა ყველაფერი და გადააფსიხა ეს პატიოსანი კაცი. მიდი ვალოძია, არაფერს არ დათანხმდე, მიაწექი ბოლომდე. იმდენი ქენი რომ ტრამპმა ტომაჰავკებიც მიცეს უკრაინას. სანამ ყველა ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა არ გაგინადგურდება, მანამდე არაფერს მოაწერო ხედი. სანამ საქართველოზე ნაკლები ტანკი არ დაგრჩება, მანამდე არ გაჩერდე. დასავლეთში უკვე ეღადავებიან პუტინს. ამერიკის ელჩი ნატოში მეთიუ უითაკერი ამბობდა: ლოკოკინა რომ დაგესვათ რუსეთ-უკრაინის საზღვარზე, ის 3 წელიწად ნახევარში პოლონეთში იქნებოდა. ამ დროში რუსებმა დონბასის რეგიონიც კი ვერ აიღეს. ეს აჩვენებს თუ რამდენად არაეფექტიანი, უუნარო და არაკომპეტენტური აღმოჩნდა რუსული არმია ბრძოლის ველზე. ჩვენ გადავამოწმეთ ეს განცხადება. ლოკოკინას წამში შეუძლია გაიაროს 1 მილიმეტრი. ოღონდ ეს არის საუკეთესო სცენარი. არც დაბრკოლება, არც მტაცებლები, იდეალური სველი ზედაპირი უნდა ქონდეს. უწყვეტი მოძრაობა. ამ შემთხვევაში 3 წელიწად ნახევარში ლოკოკინა გაივლიდა 110 კილომეტრს. ანუ ცოტა გააზვიადა უითაკერმა. პოლონეთამდე ვერ ჩავიდოდა ლოკოკინა. არა, რუსეთზე უკეთესი შედეგი ექნებოდა. ცალსახად, მაგრამ პოლონეთამდე ვერ ჩავიდოდა. დონბას აიღებდა ბაზარი არა, მაგრამ ნუ პოლონეთამდე ხა ნამეტანია. აი კუ! კუსუ სხვა თემა. კურო დაგვესვა უკრაინა-რუსეთის საზღვართან 3 წელიწად ნახევარში 3ჯერ ჩავიდოდა და ჩამოვიდოდა. ეს რეალურ სცენარში თან გაჩერებით, დასვენებით და საუკეთესო სცენარში, სადაც კუ არასდროს ჩერდება. კუ ჩავიდოდა პოლონეთში, გადავიდოდა გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, ატლანტის ოკეანეს გადალახავდა, ბრაზილიაში ჩავიდოდა, გადავიდოდა არგენტინაში და უკიდურეს სამხრეთ არგენტინაში იქნებოდა ახლა სადღაც პინგვინებთან. ანუ 9198 კილომეტრის გავლა შეუძლია კუს 3 წელიწად ნახევარში, თუ კი არასოდეს გაჩერდება. როდესაც რუსეთზე საუბრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ვიყოთ 100%-ით ზუსტები. ანუ ლოკოკინა ნამეტანია, მაგრამ კუსთან უშანსოდ არის. ახლა ტრამპი და ზელენსკი ხვდებიან ერთმანეთს. ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. გამარჯვება უკრაინას, გამარჯვება საქართველოს. სულ ეს იყო, რაც დღეისთვის მინდოდა მეთქვა. ჩვენ რა უნდა ვქნათ? ჩვენ მაგას შემდეგ შაბათს გეტყვით. შევხვდებით მომავალ შაბათს ფორმულაზე.